ტექნოლოგიის რიგით მესამე გათამაშებას. აი უკვე გავიდა მთელი თვე და მოვიდა თვის პირველი შაბათი საღამოას ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში, იმედის ეთერში და სტარტს იღებს ჩვენი გათამაშება. ბუმი და ბუმა, მომენატრეთ და მოგესალმებით. ჩემო კარგებო და ძირფოს ტელემაყურებლებო. 5 ფანტასტიკური პრიზი, რომელიც უკვე ორჯერ გავათამაშებთ და დღეს კიდევ ერთი შანსი გაქვთ რომ მოიგოთ. პრიზები, რომელიც ზუსტად ამ ვარსკვლავების ქვეშ არის დატანებული და მე ჩამოგითხრით პრიზების ნუსხას. ეს გახლავთ iPhone 5S პლანშეტური კომპიუტერი, Hitachi's ფირმის 127 სმ დიაგონალის ეკრანის ტელევიზორი, ეს ულამაზესი Mercedes-Benz წითელი და კვასკვასა და ასევე ოროთახიანი ბინა უკვე დასრულებულ ახალ აშენებულ კორპუსში თბილისში. მოკეთ ასე ხდება ჩვენი გათამაშების პირობები, ატრიალებთ ხო კარგად? ესე იგი ძირფოს ტელემაყურებლებო, თუ ჯერ კიდევ არ მესუხართ ტექნობუმის მაღაზიათა ქსელში, თქვენ ძალიან ბევრი რამ დაკარგეთ, იმიტომ რომ თქვენი ბილეთი მოხდებოდა ამ დოლურაში, რომელსაც ახლა ჩვენი მეგობრები ატრიალებენ და მოდით ვიდრე ბევრ დეტალს გაგაცნობთ სადაგზე წავალ და გამოვავლეთ პირველ გამარჯვებულს. რა სიტყვით? აბა თუ შეიძლება გამიჩერეთ ჩემო მეგობრებო და მე უკვე დავიჭერ პირველ ბილეთს. დღევანდელი საღამოს პირველი იღბლიანი ბილეთი უნდა მოვიღო. დავხედო ჯერ. ოჰოჰო. სამწუხაროდ არ არის კარგად მითეთებული ბილეთის ტელეფონის ნომერი, ამიტომ მე ის გადამჩენია, რომ კიდევ ერთი ბილეთი ამოვიღო, სადაც უფრო მკაფიოდ იქნება მითითებული და მე კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ კარგია ეს, კარგია. რომ ესე ვთქვათ, ძალიან მკაფიო და გარკვევით მივუთითოთ თქვენი ტელეფონის ნომერი, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ შევძლებთ დაგიკავშირდეთ. ესე იგი მე პირველი ნომერი უნდა ავკრიფო, რომელიც ასე გამოიყურება. 599 05 12 ბოლო 2 ციფრს არ დავასახელებ. ბატონო, საღამოშვიდობის. გამარჯობა. თქვენი სახელი? კიდე რა გინდა? მე მინდა ის რომ ტელევიზორი ჩართოთ იმედის ეთერში და დაგვინახოთ რომ ტექნობუმის გათამაშებაში ღებულობთ მონაწილეობას. ვაიმე, რა ქვიათ თქვენ? ირინა. ძალიან კაი ირინა, სწორედ თქვენ გეძებით. ირინა პირველი ადამიანი ხართ, რომლის ბარათიც ამოვიღე და 5-ვე რიცხვი აქ არის. ყველა პრიზი ადგილზეა. დაასახელით 1. როგორ? 1 2 3 4 5, რომელი ციფრი გინდათ? 5. 5, წავედი მე 5 ნომრისკენ. ირინა, რისი მოგება გინდათ ყველაზე მეტად? შეარაფრიშნელობა, თორემ არაფერი არ მომიწია. ცხოვრებაში არაფერი არ მოგიგიათ? არა. რა შენაძენი გააკეთეთ ირინა ტექნობუმის მაღაზიათა ქსელში? რა ვიცი, ძალიან ბევრი. ბევრი? კი. მაინც სანუკვარი საჩუქარი რა იქნებოდა? ჩამოთვალო რებიც გავაკეთე? არა, მე ჩამოგითვით ერთს და ალბათ გული გაგიჩერდებათ. თქვენ მოიგეთ ბინა! თბილისში! ვაშა! მოკლედ, მაღადავებთ მე მგონი. იცი რა არის? მიყურებ ირინა? არა, ეზოში ვიყავი, შეირნობდი და ეხლა ავეცი. ირინა, ეხლა შენ ისწორებ საკუთარი სახლის ეზოში, რომელიც მდებარეობს თბილისში, არის ოროთახიანი ბინა, დასრულებულ კორპუსში. გილოცავ! დაუჯერებელია მართლაც, აი ესე ანებრებს ტექნობუმი თავის მომხმარებელს და ერთგულ ადამიანებს. ირინა, გილოცავ! მოკლედ წავედი კიდევ ერთი გამარჯვებული და არაერთი დღევანდელი საღამოსთვის. გამიჩერეთ თუ შეიძლება დოლურა. მოკლედ მღელვარება აღწევს პიქს, იმიტომ რომ ირინა ჯერ კიდევ დავტოვეთ შოკის მდგომარეობაში. კი, ჩანს ყველაფერი გარკვევით. მარშა ასე ბილეთის ნომერი ასეთია. ირინას ხმა არ ამომდის ყურებიდან. ახლა კი გადავკეცავ ნომერს და ავკრიფავ ასე რომ ყველამ კარგად დაინახოს. პირველი კრებ რაღაც კონკრეტული რიცხვის იმეშვეობითაც გავდივართ ამ ტერიტორიიდან. 25 9 1 22 59 და ბოლო 2 ციფრის ჯერის დადგა. თუ შეიძლება არ დამომდის. და ესე იგი ბილეთი შენახვა არის აუცილებელი, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ბილეთი არ წარადგენთ კონკრეტულ ტექნოლოგიის მაღაზიათა ქსელში, თქვენ არ გადმოგეცემათ პრიზ, ასე რომ საგანგებოდ ძალიან კარგ და ესეთ ადგილას შეინახეთ თქვენი ბილეთი იმისთვის რომ გაანაღდოთ მოგებული პრიზი. თავიდან უნდა სადო კიდევ დარეკვა, რადგანაც დააყოვნეს პასუხის გაცემა კიდევ ერთხელ
591 32 59 ბოლო ორი ციფრი ჯერი დადგა. აბა ვნახოთ რა ხდება შემდეგ. ეს ბილეთებს ვინახავ და ბატონო. საღამშვიდობისა. გამარჯობა. უყურებთ პირდაპირ ეთერში ტექნობომის გათამაშებას. არა, ეხლა ვერ გადავთ. ჩქარა გადავდეთ იმედზე ვართ. იმედზე გადავთ. ჩქარა იმედზე ვართ. გვაქვს მანქანა, გვაქვს პლანშეტური კომპიუტერი, გვაქვს სიტაჩის ტელევიზორი, გვაქვს iPhone 5S და აირჩიეთ ნებისმიერი რიცხვი 4-ის ჩათვლით. 1 2 3 ან 4. რომელი არის 1 2 3 ან 4? არჩევანი გააკეთეთ. 3. 3 წავედი 3-ისკენ. თქვენი სახელი არ ვიცი, კითხეთ, უკვე მეც ემოციურად. კითხეთ სახელი. როგორ? ოლღა. ანკა? ოლღა. ოლღა, როგორ ვერ გავიგე კარგად. ოლღა, მართალია, გადართეთ იმედზე. კი. მაშინ კიდევ ერთი ტელევიზორი შეძლებთ მომავალ გათამაშებას უყუროთ. თქვენია ეს ტელევიზორი. აი ესეთი ემოციური ხალხი მიყვარს. რა ვქნა, მოკლედ ორი ფანტასტიკური პრიზი გავათამაშეთ, კიდევ ერთის გათამაშების შანსი და ძირფას ტელემაყურებელი. თუ კი ვერ მოხდა თქვენი ბილეთი ამ დოლურაში, კიდევ არის 7-ის შანსი იმის, რომ წაბძანეთ იყიოთ რაღაცა ნიფთის ტექნოლოგიის მაღაზიაში და თქვენი ადგილზე შეიძლება მოიგოთ მილიონი ლარის პრიზები. როგორებიც არის 1000 პლანშეტური კომპიუტერი, 1000 სმარტფონი, 100 სარეცხი მანქანა, 100 გასკურა და 100 მაცივარი. თუ ასე არ მოხდა, ესე იგი თქვენი ბილეთი აუცილებლად ხდება ჩვენს დოლურაში და 7ჯერ აქვს შანსი კიდევ რომ მოიგოს 7 ავტომობილი, 7 ბინა, 7 პლანშეტური კომპიუტერი, 7 ტელევიზორი და 7 iPhone 5S. ისე როგორც ამ ბილეთს რომ აქვს შანსი რომ მოიგოს ახლა რამე კარგი პრიზი. გადავკეცოთ ეს ბილეთი და ვიწყებ ნომერის აკრეფას 599 52 37 არ შემეშალოს 100. აი, ნახეთ როგორი ნომერი აქვს ამ ადამიანს. გავიდა. და ვამბობდი იმას, რომ კიდევ 7 შანსი რომ მოიგდეს ფანტასტიკური პრიზები და ბოლოს, ჩვენს წლის ბოლოს 7 გათამაში. ალო? ია? საღამშვიდობის, ქალბატონო. მშვიდობი. რა ქვიათ თქვენ? თამუნა, გამარჯობა, კიდევ ერთხელ გვიყურებთ, ხო ზუსტად მივხვდი? კი. ძალიან კარგი, მაშინ იცით რა პრიზებიც დაგვრჩა და იცით რომ დაგვრჩა 1 2 ან 4 ციფრი. რომლიდანაც უნდა გააკეთოთ არჩევანი. 1 2 თუ 4 თამუნა? 4. სად არის ის პრიზი რომელიც თქვენ გინდათ? რომელიც არის? თამუნა, რომელი პრიზი გაგეხარდებათ? ტელევიზორი, iPhone 5S და ავტომობილი. ტელევიზორი არა, ის პლანშეტური კომპიუტერი, ავტომობილი გინდათ? დედა, როგორ მინდა მეც ეს ავტომობილი? თამუნა! ავტომობილი! თქვენია ეს ავტომობილი, თქვენი! მოკლედ სასწაულის საღამო გრძელდება. თამუნას რა თქმა უნდა ვულოცავ გამარჯვებას. თამუნა, მოკლედ ბედნიერად გელოს ამ ავტომობილით, რომელიც ტექნობუმისგან გერგოშენს არჩუქრად იმ პრიზებთან. თამუნა, მოკლედ ბედნიერი ვარო, გაგაბედნიერეთ დღევანდელ საღამოს. დაგვრჩა კიდევ 2 პრიზი, რომლებიც არის პლანშეტური კომპიუტერი, iPhone 5S. ესეც არანაკლებ მაგარი პრიზებია და ახლა ვიპოვი მათ მფლობელსაც ამ დიდ დოლურაში. მოიცადე კარგად ავურიო რომ მე რაღაცნაირად არ მიბრაზდეს არავინ. აჰა. დიახ. შესაბამისად ასეთი ნომრით არის ეს ბილეთი, რომელიც გაიმარჯვებს ახლა თუ გვიპასუხებს, რა თქმა უნდა და შემდეგ ავკრიფავ ნომერს. აბა მოიცადეთ რამე არასწორად არ გადავკეცო. 5, არა ჯერ სასტარტო ციფრები 5 7 1 18 18 ბოლო ორი ციფრის ჯერი დარჩა, მაგრამ ვერ გადავკეთე კარგად. აი ესე უფრო ჩანს. აი ასე. ვიპასუხეთ.
კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ, ანუ სულ სამჯერ უნდა ავკრიფო, თუ არ უპასუხობს იმ შემთხვევაში აბონენტი. 5 7 1 18 18 ბოლო ორი ციფრი. გავიდა ეთერი, ისა თქვა ზარი და მალე ვიპასუხებს და ვამბობთ იმას, რომ ბოლო ფინალურ გათამაშებაში, რომელიც წლის ბოლოს შედგება, გვექნება ამ პრიზებთან ერთად 9 მილიონი ლარი. წარმოიდგინეთ, რა საოცარი პრიზებით ანებირებს ტექნობომი თავის მომხმარებელს, გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივ ტექნიკას თავაზობს. აი, ალო? ალო, გამარჯობა. გამარჯობა. თქვენი სახელი? მაია, რატო? ქალბატონო მაია, იმედის ეთერზე თუ გადართავთ, მიხვდებით რატომაც. მე თიკა ვარ და ტექნობომის გათამაშებაში მოხვდით თქვენ? ტექნობომის გათამაშებაში მოხვდით, თქვენ თიკა ვაროდა რა? ქალბატონო მაია მითხარით, ხო? ალო, საღამოშვიდობის ბატონო, როგორ მოგმართოთ? მიხეილ, ხო, თქვენ გელოდებით ზუსტად ბატონო მიხეილ. თქვენ ტექნობომში გაგიკეთებიათ შენაძენი უახლოეს წარსულში. დიახ, ხო და ამიტომაც მოხდეთ ჩვენ გათამაშებაში და დაგვრჩა ორი პრიზი. პირველი და მეორე ვარსკვლავის ქვეშ. ეს არის პლანშეტური კომპიუტერი და iPhone 5S. რომელ ციფრს აირჩევთ? ბატონო მიხეილ. პირველი თუ მეორე? პირველი, კარგია, წავედი პირველი ვნავიღო. საიდან ხართ? საიდან მძანდებით? უფ, გიცანით, რაღაცნაირად სისხლი ამი დუღდა უცებ. ბატონო მიხეილ, მინდა გაგახაროთ, რომ დღეიდან გაქვთ iPhone 5S, გილოცავთ! მომეწონა, კარგი ჩაცინება იყო, ვერაფერს ვერ იტყვი. ბატონო მიხეილ, გილოცავთ კიდევ ერთხელ, ახალი ტელეფონი გაქვთ თქვენ უკვე და დაგვრჩათ ბოლო პრიზი, რომელიც გახლავთ პლანშეტური კომპიუტერი, რა თქმა უნდა. ნომრის არჩევა საჭირო აღარ იქნება, რადგან მხოლოდ ერთი პრიზი დაგვრჩა და წავედი, ამოვიღო ბარათი. რაც თავარია, გახსოვდეთ ის, რომ კიდევ 7 შანსი გაქვთ იმის, რომ მოხვდეთ ამ არაჩვეულებრივ გათამაშებაში, გარდა იმისა, რომ ტექნობომის მაღაზიებში მოიგოთ ადგილზე პრიზები. 7 გათამაშება გვაქვს წინ კიდევ ყოველთვის პირველ შაბათს საღამოს და აუცილებლად მინდა რომ მოხდეს თქვენი ბილეთები აი ამ დოლურაში იმისთვის, რომ ფანტასტიკური შანსი მოგეცეთ გამარჯვების. მართლაც უპრეცედენტოა ეს აქცია, ამაში თავად წმუნდებით. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ამას ამბობენ, როდესაც მე დამინახავენ ხოლმე. ესე იგი ნომერი ასეთია 591 92 65 ბოლო ორი ციფრი. ალო, საღამოშვიდობის. თუ შეიძლება გადართეთ იმედზე და გვიყურეთ. გეყურებით. ძალიან მაგარია თუ გვეყურებით, მაშინ ძვირფასო თქვენი სახელი? ევგენი. ბატონო ევგენი, დღეს კარგი საღამო გაქვთ, იმიტომ რომ გაქვთ ახალი, ფანტასტიკური პლანშეტური კომპიუტერი. გილოცავთ! ვაიმე, აი არ ვიცი, ძალიან მიხარია. დღეს 5 ადამიანი გავაბედნიერეთ, ეს მოხდა იმის საშუალებით, რომ თითოეულმა მათგანმა მიმართა ტექნობომის მაღაზიათა ქსელს, მივიდა, გააკეთა ადგილზე შენაძენი, რის შედეგადაც შესთავაზეს მილიონი ლარის პრიზები, როგორებიც არის 1000 პლანშეტური კომპიუტერი, 1000 iPhone 5S, 100 გასქურა, 100 სარეცხი მანქანა, 100 მაცივარი. ნუ იქ ვერ მოიგო, დაუშვათ, ხო, ადგილზე მაღაზიაში. შემდეგ შეავსო ბილეთი და ჩემი თხოვნა, რომ ძალიან მკაფიოდ შეავსოთ ეს ბილეთები და გარკვევით ტელეფონის ნომერი განსაკუთრებით, იმიტომ რომ მე შემთხვევით არ გადავდოთ გაუგებრობების გამო თქვენ ამოღებული და თითქმის მოგებული ბილეთი. თუ ვერ მოიგებთ ადგილზე მოხდება თქვენი ბილეთი აქ, რაც ნიშნავს იმას, რომ ექნება კიდევ 7 შანსი იმის, რომ გაიმარჯვოთ და წლის ბოლომდე მიმდინარეობს ჩვენი გათამაშება. ახლა კი მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენი კომისიის წევრებს, იმისათვის რომ აკვირდებოდნენ საღამოს განმავლობაში ჩვენს ქმედებებს, მაია მამულაშვილი, ხათუნა ხუციშვილი და ნინო ლაპიაშვილი, დიდი მადლობა ამისათვის. გამარჯვებულებს მინდა ვთქვა, რომ აიღოთ გამარჯვებული ბილეთი, ვიბრძანეთ აღმაშენების ხეივაში 13 კილომეტრზე და მიიღოთ თქვენი საჩუქარი. აი ესე მარტივად დავასრულეთ დღევანდელი საღამო ძალიან ბევრი სიხარულით. გილოცავთ ყველა გამარჯვებული
ღირებულს და შევხვდებით აგვისტოს პირველ შაბათ საღამოს. დაგველოდეთ და შეიძინეთ ტექნობუმში.